რაც არჩევანს ვერაკეთებ, ცოტა ხანს შეჩერდი. ამ დროს გონებაში ხმაურია, თუმცა შენმა სხეულმა უკვე იცის პასუხი. სხეული გონებაზე ადრეკ პასუხობს, ამიტომ ჰკითხე საკუთარ თავს, რას იგრძნობს ის თუ არჩევანს X ვარიანტზე გააკეთებს. და დააკვირდი შენ სხეულს ამ დროს იჭიმება, იძაბება და მძიმდება თუ უფრო იშლება, ფართოვდება და მსუბუქდება. სუნთქვა როგორია, უფრო მშვიდია თუ იმადებს და იგივე გააკეთე მეორე ვარიანტზე. სხეული შეგრძნებებით ყოველთვის უფრო მეც გეტყვის, ვიდრე ბევრი ფიქრი. იმიტომ რომ ის ინახავს სიმართლეს, რომელიც გონებამ ჯერ ვერ გააცნობიერა და თან არასოდეს მოგატყუებს. მაგალითად, თუ პასუხი კი არის, შენში სიმშვიდის, სიმსუბუქის, სიმყარის განცდა ჩნდება და თუ პასუხი არაა, თითქოს მუცელში და გულმკერდში რაღაც იჭიმება. აქვე გახსოვდეს, რომ არ ვიცით პასუხია და ისიც იმსახურებს არსებობის უფლებას. ეხანდახან მგონია ხოლმე, რომ ბევრი ფიქრი უფრო კარგ არჩევანს გაგვაკეთებინებს, თუმცა რეალურად შენმა სხეულმა პასუხი უკვე იცის და მხოლოდ მისი მოსმენაა საჭირო.